გამარჯობა ჩემო ტკბილებო და საყვარლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ კარგად. მოკლედ რადგან თქვენ მხრიდან იყო მოთხოვნა რომ უფრო მალმალითად ვლოგებიო. აი ისიც. შემდეგი ვლოგი. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. მაგრამ დღეს ცოტა home vlog-ი მექნება, მაგრამ ხვალ მაქვს ბევრი გეგმები, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. ხვალ მივდივართ შოპინგზე, მედაბებია საშობაო, სახატვო საყიდლებზე. ტრადიციულად. ბევრი რამე უნდა ვიყიდოთ. და მაკვირვებსაც გადავიღებ, მე რომ მოვალ საღამოს ვაპირებ რომ ნაძვის ხე დავდგა. იმდენი ხანია ჩემს ვპირდები, დავთქვი რომ 25-ში დავდგამთქო და ამ პირობას რა თქმა უნდა არ გადავალ. მოკლედ მე დანჩენების ყოფა მაქვს. რკინის რო ვიტყვი ერთხელ ასე მეთქი, იქ რო სამყარო იქცეოდეს, ნუ მაგას არ გადავალ და ეკოლა მიცის ხოლმე. ჩემები კი მტენიან ხოლმე რომ იქნებ ვიკა ცოტა ადრე დადგა, მაგრამ მე არ ვაკეთებ ხოლმე და თქვათა შორის ჩემი ძმა პატარა რო იყო და ჩემზე უმცროსია თქვენიც ძაძა და არც კი აპროტესტებდა, აი პატარა რო იყო, მაშინაც კი არ აპროტესტებდა, იმიტომ რომ იცოდა რომ მე რო ვიტყოდი რომ ესე, ნუ და მხრივ ცოტა ესე კომფორტულად და კარგად კი ვიყავით ყოველთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და მზიანი ამინდი, რაც მახარებს, მაგრამ ცოტა გრილა და კიდევ ქარია. ცივი. რაც დარდებს ის არის რომ გეგმის მიხედვით არასდროს არ მიდის ხოლმე და არ ვიცი ვინმეს ოდესმე აი რამე დაგიგეგმავთ და ისე წასულა, არ ვიცი. მე ჩემთან ეგ არ ხდება ხოლმე. 26 წლის მანძილზე ეგეთი შემთხვევა არ მქონია და არ ვიცი. თქვენ როგორ ხართ მაქსიმუმად თემას ამმართებაში ძალიან მაინტერესებს. ხო, ანუ გუშინ კიდევ ჩემ ძმას სკოლაში მისცეს ახალწლო საჩუქრები, ხო და გაჩვენებასაც. და აი, პროსტა ჩემ დროს რატო არ იყო ეგეთები? ჩემ დროს კი არ იყო ეგრე რა. არ გჩუქნიდნენ არაფერს სკოლაში და ეხლა მე რო სკოლა დავამთავრე, ნუ კაი ხანი სკოლა დავამთავრე. მაგის მერე დაიწყეს ეს კაი რაღაცები და ჩემი სახლი ამჩანს კიდე მთები. ეხლა მინდა რომ განახოთ ხედი. შეხედეთ. ნუ მანდარინი ცოტა შერჩა, უმეტესობა დავკრიფეთ, ლიმონიც დაკრიფა ბობო, ამიტომ აქ ყინვები იყო, -4-მდე ვიყავით და ზოგი კიდევ მეზობლებს მიაქვთ, აი ხედი. ეგეთ მთები მოჩანს და გაჩვენებთ ხა უფრო კარგად. დღეს არა კი ჩანანაი. აი ჩანს აი აქ. ეს მთები. ძალიან საყვარელია, მაგრამ უფრო კარგ გამინჩა ხა პრობლემები ფარება უფრო კარგად ჩანს. ეხლა მოვიდა ჩემი ძმა სკოლიდან და აი ეს მოიტანა ნახეთი ჯერ პროსტა რალმას პარკში და ეს არის სახატვო საჩუქრები, რასაც ბავშვებს ურიგებენ ხოლმე ყოველ წელს სკოლაში. ასეთ მეშდევს ულამაზეს ჩანთაში. შარშან იყო ძალიან ბევრი ტკბილეული. ხო? შარშან ტკბილეული იყო. წელს გაჩვენებთ ეხლა რეები ჩაუდეს ბავშვებს. პირველი არის ესეთი დღიური, ეს ძალიან მწონს. აი ესეთი დღიურია, ძალიან კარგი. ნუ ეს შეფუთულია და მე არ გავხსნი, რადგან ზაზასია. ესეთი დღიური ქონდა ზაზას მწვანე, გახსოვდა და? მაგრამ ის მე მომცა, იმიტომ რომ რავი მე მინდოდა და მომცა. და ეს ახლა უნდოდა თან თავითონაც, მაგრამ მოკლედ ახლა ეს აჩუქეს და ძალიან კარგია. მე არის ესეთი ფანქრები 12 ფერიანი. ესეთი ნაკრები, ძალიან კარგია. ამას ეს გახსნილია და ცოტათი გავხსნი, კაი? ხო, აი ესეთია შიგნით. აი ესეთი 12 ფერიანი ფანქრებია, ძალიან კარგი სხვათა შორის. და დახატავს ან რავი რამით გაიქცევს. ან შეიძლება სკოლაში გამოადგეს. კიდევ არის აი ასეთი გუაშა, ნახეთ, ძალიან საყვარელია. გუაშა. ხო, გახსენე? მოკლედ გახსნა ზაზამის თავისი დღიური, მაჩვენე. გადაშალება როგორია? შიგნით როგორი ფურცლები აქვს? აი ესეთი. მოშენ? აი ესეთი ფურცლები ქონი. კაი, ამაში რამეს დაწერან, რავი დახატავ თუ მოგინდა. კარგია. შორის ძალიან კარგი დღიურია. ეს შესაკრავიც აქვს და ძალიან ლამაზია. ხო, შემდეგი ეს გუაშა, აქ რამდენი ფერია? 12 ფერია აქაც ესეთი. ძალიან საყვარელი. ესეც გამოადგება და ბოლო ნივთი, ნუ ეს არის თოვლის პაპას ქუდი, ეს არის სახატვო, ეს ნაძვის ხეზე დასაკიდია. და ეს მე დავკიდოთ ნაძვის ხეზე.
ესეთი ქუდია, ქუდი ორნამენტი, საახალწლო ნაცხვისთვის, მოკლედ სულ ეს იყო, ამ პოჩი მიტეფი არ დავს. აი ეს საჩუქრებია, რაც საახალწლოდ მისცეს სკოლაში. თქვენთან თუ აირიგებენ, დამიწერეთ კომენტარებში. გამარჯობა, შემოტკბილება და საყვარლება, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, ბედნიერად, ტკბილად. მესე შფუთული გერთვებით, მოკლედ ჩვენთან საშინელი ქარია. კიდევ ძალიან საკმაოდ ცივა. მე დიდი ხანი ვლოგი არ გადამიღია, იმიტომ რომ სახალხო ვლოგებს დაგპირდით მახსოვს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემს დაპირებას და მოკლედ ჩემს იმას ნათქვამს, მაგრამ რთულია, იმიტომ რომ დიდად აქ სახალხო განწყობა არ არის. ყველგან დაძაბული სიტუაცია და ვის ეახალწლება, მაგრამ ვფიქრობ ყველა სიტუაციაში საჭიროა რაღაც პოზიტივის მარცვალი ვქონდეს და მოკლედ თლად ისე უიმედოდ და უპოზიტივოდ და უახალი წლის განწყობად არ ვიყოთ. და გადავწყვიტე უკვე დიდი რამდენიმე დღეა, აი მაქვს ეს ფიქრი, რომ თან გადმოვალაგე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვლოგსაც გადავიღებ თქო. ანუ ჩემი საახალწლო დეკორაციები მინდა რომ გადმოვალაგო ყველა ყუთებიდან შევამოწმო რამე ხომ არ არის დაზიანებული და ასე შემდეგ. ან თქვენ რომ ძალიან ბევრი მაქვს, წელსაც ვიყიდე, ჯერ სად ვარ კიდე რამდენიმე მაქვს საყიდი და დიდი რაღაც სამზადისი მაქვს როგორც ყოველ წელს, მაგრამ ეს რაღაცა ყოველ წელს მაინც მჭირდება ხოლმე რომ განვაახო და ვნახო, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის რაღაც ზიანდება, თან ყუთებში კი ვალაგებ საგულდაგულოდ, მაგრამ მე რაღაცა ეს ყველაფერი არის სარდაფში თაგვები არიან და აი ესე ყოველ წელს რაღაცები არის ხოლმე მე გადასაყრელი და წელსაც არ არის რა თქმა უნდა გამონაკლისი. ყველაფერი მაქვს ესეთ ყუთებში, ესე მქონდა გადასკოჩილი, ეს ცოტა მეახსენი სიმართლე რომ გითხრათ. ქვევით შევამოწმე და არ არის დაზიანებული არაფერი, მაგრამ მაინც მინდა რომ მაკრატელი მოვიტანო და ესე გავჭრი. მოდი ვნახო რა დავშეთი გავხსენი და იმდენი ნაგავი გადმოიყარა რომ რა ვიცი. გონი ყველაზე უინტერესო ადგილია რომელიც გავხსენი, იმიტომ რომ აი მე წიმები ამას არ ვიყენებ. მაგრამ მაინც მაქვს ისინია თან თქოს ძალიან ფრთხილად ვკიდებ რა მე არ იყოს ერთიობა ისიც მოკალე უკვე. ამას რატოა ცარიელი? ამაში გულის ფორმა თამაშები არ მეწყო? დავიდე ჩემი გულები. კიდე რაღაცები. ამაში რა არის? ამაში ნატურებია, ავანთოთ. ერთი არის ეს ნატურა, ახლა ავანთებ და ვნახავ. იცით რა მაინტერესებს? აი ესეთი ნატურები არა, აი წერტილოვანი ნატურები როა თუ იცით. რაღაც სინის მაგვარი იმაზე როა. მაგი მინდა რომ ვიყიდო და მაგით გავაკეთო წელს ნადვის ხე და არა ასეთებით, რაც ბევრი მაქვს, მაგრამ არ ვიცი მაგით გაკეთება ღირს თუ არა და თუ იმეს გქონიათ დამიწერეთ კომენტარებში, ის ვიყიდო თუ ისევ აი ამ ძველებური სტილით ჯობია. მუშაობს. აი მე რა კარგია. მუშაობს. ახლა ის იმიტომ გამიხარდა რომ ზოგი დაღრნილი არის ხოლმე და ზოგი კიდე არ მუშაობს ხოლმე. ხო და მაგ ახალწლამდე უნდა შემოწმდეს. მაგალია ვნახეთ. ახალწლამდე მაინც უნდა შემოწმდეს რომ მერე ყიდვა მოვასწრო. თორე ახალ წელს ნაზვის ხის ამოღებასთან ერთად რომ ამოვიღებ და რომელიმე მათგანი რომ დაზიანებული ან გაბჭებული იყოს, მე რა ვქნა? ამიტომ წინასწარ უნდა გადმოალაგო და შეამოწმო. ყველაფერი ნახეთ რა ლამაზია. ეხლა სხვებით ვნახოთ. ხო და აი ეს წერტილოვანი მინდა, მაგრამ რაღაცა რა არ ვიცი კარგია თუ არა, მე არ მქონია რა ზუსტად. თუ იმას გქონიათ რა ვიცი, აბა დამიწერეთ კომენტარებში რომ აბა ვარგა თუ არა. მაგ აი ესეთები, ეს არის ნადვის ხის ფორმის უფრო დიდი ეს რა უბედურება. უფრო დიდები. და ფერადია. ეხლა ეს უნდა დავტესტო.
აბა აინთება თუ რა სიზამსაბა ისიც მუშაობს ის არის ესეთი ფერადი რა ლამაშია ესეც თქმა უნდა მუშაობს თამამეზი ეს ნატურა ეს შარშანდელია თუ გახსოვთ ტრენდულიდან გამოვიწერე და ძალიან კარგია ხა ისო ჩავთავდა აბა ой მუშაობს მაგრამ აი კი მუშაობს ნახეთ ყოთელი განათებაა მაგრამ კამერაში ხოთ თეთრი ჩანს მოკლედ ეს თან კაია და ესეც მიცადეთ ესე აუ ამას უჭირს რა კარგად მუშაობს აი ას ხოს როგორც კი გავუშვებ ეგრევე ითიშება გადასაყრელია ყველა სხვა ყუთებშიც იქნება ალბათ რაღაცები გადასაყრელი მაგრამ აი მაგალითად აი ეს 2020 წლის არის და ესეთი სახელობითი თუ წლობითი არ უნდა მეყიდა მაგრამ რა ვიცი კიდევ მინდა რომ ჩემი ძველი სათამაშოები მას ვქნა გამოვალაგო არა ხვალ ჩამოაღებინე ბაბუა ჩემს და ყველაფერი მაყუთებში ჩალაგებული წიკებული მე გადასკოჩილი დღეს ცოტა მეზარება და ხვალ გავაკეთებ მაგასაც ხვალინავს დღეს რომ მეკრება ქალაქში წასვლა მე მოსვლა მე ნაძვის ანუ ვიდეოები იქნება აუცილებლად ოღონდ დავყობ ორ ნაწილად პირველი იქნება ალბათ ზეგდავდებ იმიტომ ხვალ რაღაცა მე ეჭვება ორი ვიდეოს გადაღება მე რომელიმეს დამონტაჟება და მე დაწვირთვა მოვასწრო ამიტომ ესე გავაკეთებ რომ ხვალ გადავიღებ შოპინგის ვლოგსაც და მე ნაძვის და სხვა დეკორაციებისაც და ანუ შოპინგი დაიდება ზეგ და ნაძვის აწყობა მაგის მეორე დღეს ხო და ესე გადავწყვიტე იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ ხვალ შანსი არა ხო და აბდაუბდა გაკეთებულს მიჩვენია ესე გავაკეთო წამოგენებს მაგრამ გავაკეთო მე უკვე ხვალ 25 ანუ ამაღამ არის Christmas night ამერიკაში და ევროპის ამბერად ქალაქში და ქვეყანაში ჩვენ არ აღნიშნავთ 25-ში მაგრამ მე რაღაცა ეგრე ძალიან მომწონს აი ხო გვაქვს ხოლმე ის სიმღერა 25 დეკემბერსა ქრისტეიშვა ბეთლემს აუდა აი რაღაცა მომწონს რატომ რაღაც მე ესე მგონია რომ 25-ში უნდა აღინიშნებოდეს შობა მაგრამ ჩვენ ეგრე არ გვაქვს და მაგრამ მაინც შვიდში რომ გვაქვს ეს ძალიან კარგია და მოკლედ ძალიან მიყვარს რა ვიცი განსაკუთრებულად მიყვარს ეს შობა ახალი წელი არ ვიცი და აღდგომა კიდე იმიტომ სულ რაღაცა მზადები ხახვალ ესე მიხარია არ ვიცი პატარა ბავშვი ვით აი არ გავიზარდე გებნებით აი პატარა ბავშვებს არ უხარიათ და არ აინტერესებთ ეს ისინი ისე როგორც მე აი ბავშვი ვით მე მიხარია ეგ ესე ნახეთ რომ ცოტა გამომაყარა ეგ ჩემი ბრალია იმიტომ რომ სულ მაწამძლია და ნიგუზიანი ვჭამე ვაიმე ბებიაჩმა გაკეთა რაღაც ჩახოხბილი სტილი ხო და მე არ მეჭმევა ნიგუზიანი არც თხილეული მაგრამ სულ მაწამძლია და ვიდეოში უფრო მეტყობოდა ხა გადამივიდა ეგრევე გამომაფინა მეორე დღესვე არცაცია და არცაც ხელა და მე ამ ახალ წელს რა მიშველება არ ვიცი იმიტომ რომ გიჟდები საციბზე ჭკუა მიმდის გონებას ვკარგავ მაგრამ როჭა მეორე დღეს ესეთი ვარ უარესით შეიძლება და ესე ვარ ყოველ წელს მაგრამ ჩემ და საუბედუროთ მაინც აკეთებ ბებიაჩემ და მე თან ბებიაჩემ საციბს აკეთებს არ ვიცი წელს მაინც არ შევჭამ ვის ვატყუებ რას არ შევჭამ კაი რამეს მოვიფიქრებ ერთი ყუთი ჩამოვიდა და შევამოწმე აქ დევს კიდე დანარჩენები შეშვა რაღაცები აქ იქ არის ნაძვისხე ეს ყუთი ეს ყველა სავსეა შეშვა რაღაცებით მაგრამ ამას ხვალ მივხედავ იმიტომ დღეს მეზარება მოკლედ ხა აქეთ ვადუღებ წყალს მინდა ვიპოვე დღეს მინდა რომ დავლიო ეს ჯეკობსი ეს მიყვარს იმიტომ რომ ეს ლაითი მეორენაირი რო არის იმას მე ვერ ვფამ და ზოგადად მე მწარეყავა არ მიყვარს და სიმართლეს გეტყვით რომ მე არ ვიცი მეშინია იმ ხალხის ვინც ყავას და ჩაის სვამს უშაქრო აი მე მგონია რომ რაღაცა ამ პლანეტიდან
არ არიან ეგეთი ადამიანები, თუ ვინმე ხარ, აქ ეგეთი ხარის, მაგრამ просто მგონია, წყალია დუხა. просто მგონია, რომ რაღაცა არ ვიცი. ძალიან ისინი არიან სუპერ. ჩაი და ყავას უდალე უშუქროთ. მე არ ვიცი. ხოდა მე მიყვარს ტკბილი. ეს ჩემი ნაყიდი არ არის, იმიტომ რომ ძვირი ღირს და ეს ჩუქარია მაჩუქეს. და ჩემმა მეგობარმა მითხრა, გასინჯო, ეს ჯაკობსი, მისი რა ქვია, თხილის არისო და კიდე კარამელისო, მსუ არ ვიცოდი ეგეთ რო იყო. ხო, იმიტომ რომ მე ნალექიანი ყავის გოგო ვარ. ხო და ეგ გასინჯო, მაგრამ რა ვიცი. ძვირია. ეს ჯაკობსი. ამ ჭიქით, არა, ეს ჭიქა არ მინდა მომდონს. სადაა ჩემი გამჭვირვალე მეორე ჭიქა. მოსეთ მოვიდა. ახლა ჩავყაროთ შაქარი. დავფილო ამაში ჩვენ. და მე ყავა. forever როგორც არის. ჯერ ყავა ჯობდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ არა უშვებ. კიდე. Don't judge me, უბრალოდ ტკბილი მიყვარს. და ხეს. ამის სუნია მარტო. აი ნამცხრობს რომ ნამცხრობს ვაკეთებ ხო იქ დამისგან ყავის ისე მიყვარს. მარტო მაგის სუნის გამო შეიძლება ჭამო. რამდენი ხანი არ მიჭამია. ყავის ნამცხვარი ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ მიყვარს. მალე ჩემი დაბადების დღეს მოდის ესა მას ვფიქრობ როგორი ტორტი გავიკეთო შევუყვეთო კიდე მანამდე კიდე გურიკა და ლუკას დაბადების დღე და ეგ უკვე მოგვარებული მაქვს საჩუქრების ამბავი მე გაჩვენებ ეხლა არ გაჩვენებ იმიტომ რომ შეიძლება გურიკა და ლუკამ უყუროთ ჩემ ვიდეოებს და ეგ მე არ მაწყობს არანაირად მე ვარ ზოგადად ეგეთი ადამიანი რომ მე მიყვარს საჩუქრები და მიყვარს ხო მე დავწერ ახლა სიას და დავდება აქანა და როგორ გამახსენდება ისე კაი მოგლეს მე დავებია წერთ ხოლმე სიას საშობაო ამ საყიდლების წასვლის წინა დღეს და ყოველთვის ხო და ისე მაინც რაღაცა ყოველთვის გვავიწყდება ხოლმე ეგეთი არ ყოფილა ჯერ რომ დავწერეთ და რამე მაინც არ გამოგვრჩა მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც ამჯერად არ გამოგვრჩება და სუნთი ვარბუდი. მაგრამ ნალექს არ იკეთებს, რატო არ იკეთებს ნალექს? ხო. რატო არ იკეთებს? ხო და აი ეს ხა ეს ხავთ გაცივდება და დავლევთ. ჩადეთ.